სანამ გადავიდოდეთ პეჩკლიმპის მეთოდის დახასიათებაზე და მისი ძირითადი პრინციპების განხილვაზე, ნება მიბოძეთ ვისაუბროთ იონურ არხებზე. რამდენადაც პეჩკლიმპი არის სწორედ ის მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა ცალკეული იონური არხის დონეზეც კი მოვახდინოთ ელექტრული პროცესების რეგისტრაცია და შესწავლა. იონური არხები რომ არა ზოგადად უჯრედებში არავითარი ელექტრული პროცესები არ იქნებოდა, რადგანაც იონური არხები იძლევა იმის საშუალებას, რომ დამუხტულმა ნაწილაკებმა იმოძრაონ მემბრანის გავლით და ამდაგვარად აღძრან დენი და წარმოქმნან და შეცვალონ პოტენციალები. ზოგადად იონური არხები შედგებიან ფურის კედლის შემქმნელი დომენებისაგან, აგრეთვე სელექტური ფილტრისაგან და ინტრაცელულარო მხარეს მიმართული ფოსფორილების უბნისაგან. იონური არხების კლასიფიკაცია შეიძლება განხორციელდეს გამავალი იონების მიხედვით, აქტივაციის გზის მიხედვით და ფორების რაოდენობის მიხედვით. ზოგადად ცოცხალ უჯრედებში 300-ზე მეტი სახის იონური არხია დახასიათებული და აღწერილი. რაც შეეხება გამავალი იონების მიხედვით კლასიფიკაციას, ცხადია ამაზე დაყრდნობით გამოყოფენ იგივე კალიუმის, ქლორის, კალციუმის, ნატრიუმის და სხვა არხებს. ხოლო აქტივაციის გზის მიხედვით გამოიყოფა შემდეგი ძირითადი ჯგუფები. ესენია პოტენციალ დამოკიდებული არხები, რომლებიც იხსნებიან და იხურებიან მემბრანული პოტენციალის ცვლილების საპასუხოდ. ლიგანდით აქტივირებადი არხები, რომლებიც ჩვეულებრივად აქტივდებიან და იხსნებიან იონოტროპულ რეცეპტორებთან ლიგანდების დაკავშირების შედეგად და ასევე მეორადი მესინჯერებით აქტივირებადი არხები, რომლებიც ჩვეულებრივ მეორადი მესინჯერების ინტრაცელულარულად წარმოქმნილი მეორადი მესინჯერების ზეგავლენის და კონტროლის ქვეშ იმყოფებიან. პოტენციალ დამოკიდებული არხებიდან მნიშვნელოვანია პოტენციალ დამოკიდებული ნატრიუმის არხები, რომლებიც არიან სწორედ პასუხისმგებელნი მოქმედების პოტენციალის აღძვრაზე. სულ მცირე 9 წევრი არსებობს ნატრიუმის პოტენციალ დამოკიდებულ არხების ოჯახში. ფორის წარმომქმნელი არის ძირითადი ალფა სუბერთეოლები. ისინი საკმაოდ გრძელია და შეიძლება 4000-მდე ამიმჟავორ ნაშთსაც კი შეიცავდეს. და როგორც წესი, ეს სუბერთეოლები 4 ჰომოლოგიურ განმეორებით უბანს შეიცავენ და თითოეული ეს უბანი თავის მხრივ შედგება 6 ტრანსმემბრანული სეგმენტისაგან. მნიშვნელოვანია, რომ ამ ოჯახის წევრებს გარდა ალფა სუბერთეოლისა გააჩნიათ ბეტა სუბერთეოლიც. და ჩვეულებრივ როგორც ალფა, ასევე ბეტა სუბერთეოლები ნატრიუმის არხების შემთხვევაში ძლიერ გლიკოზილებულია. როგორც სხვა და ზოგადად ყველა პოტენციალ დამოკიდებული არხი, ნატრიუმის პოტენციალ დამოკიდებული არხებიც განსაზღვრულ პოტენციალზე იხსნებიან და აძლევენ ნატრიუმის იონებს საშუალებას გავიდნენ მემბრანაში. გარდა ნატრიუმის არხებისა, ამ ჯგუფში ერთიანდება პოტენციალ დამოკიდებული კალციუმის არხები. ეს ოჯახი
მოიცავს დაახლოებით 10 წევრს და ისინიც შედგებიან ალფა სუპერთეულისაგან, რომელიც აგებულებით ძალიან გავს ნატრიუმის არხების პოტენციალ დამოკიდებული არხების ალფა სუპერთეულს. გარდა ალფა სუპერთეულისა, კალციუმის შემთხვევაში ასევე შეიძლება იყოს ალფა 2 დელტა, ბეტა და გამა სუპერთეულები. პოტენციალ დამოკიდებული კალციუმის არხების სხვადასხვა ტიპებს გამოყოფენ. ესენია მაგალითად L ტიპის კალციუმის არხები, რომლებიც შედგებიან ჩვეულებრივ ალფა 2 დელტა, ბეტა და გამა სუპერთეულებისგან. რა თქმა უნდა, ალფა სუპერთეულთან ასოცირებულია ეს ზემოთ ჩამოთვლილი სუპერთეულები. მეორე ჯგუფი კალციუმის პოტენციალ დამოკიდებული არხებისა არის ეგრეთ წოდებული P ტიპის არხები. მოდის იქიდან, რომ ისინი ნაპოვნია პურკინიეს უჯრედებში და მათში ჩვეულებრივ ალფა სუპერთეული ასოცირებულია ალფა 2 დელტა სუპერთეულთან, ასევე ბეტასთან და შესაძლებელია იყოს ასოცირებული გამა სუპერთეულთანაც. N ტიპის კალციუმის არხები სახელწოდება მოდის იქედან, რომ ის ნეირონული კალციუმის არხებია და ასევე არა L ტიპის, ანუ non L type კალციუმის არხებს განეკუთვნება. მათში ჩვეულებრივ ალფა სუპერთეული ასოცირებულია ხოლმე ალფა 2 დელტა და სხვადასხვა ტიპის ბეტა სუპერთეულებთან, როგორიც არის ბეტა 1, ბეტა 3, ბეტა 4 სუპერთეულები და ასევე შესაძლებელია იყოს გამა სუპერთეულიც. R ტიპის კალციუმის არხები, როგორც წესი, ალფა სუპერთეულთან ერთად შეიცავენ ალფა 2 დელტა, ბეტა და ასევე შესაძლებელია გამა სუპერთეულებსაც. გარდა ამისა, არსებობს T ტიპის კალციუმის არხი. მოქმედების პოტენციალის წარმოქმნაში ნატრიუმის პოტენციალმგრძნობიარე არხებთან ერთად, როგორც იცით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კალიუმის პოტენციალ დამოკიდებული არხები. ეს ოჯახი დაახლოებით 40 წევრს მოიცავს და შემდგომ ეს 40 წევრი გაერთიანებულია 12 ქვე ოჯახად. ფუნქციური არხი ჩვეულებრივ წარმოიქმნება ტეტრამერული ანსამბლით. როგორც ნატრიუმის არხებს, კალიუმის არხებსაც გააჩნიათ ალფა სუპერთეული და ის გავს სტრუქტურულად ნატრიუმის პოტენციალ დამოკიდებული არხების თანამოსახელე სუპერთეულს. გარდა კალიუმის, კალციუმის და ნატრიუმის არხებისა, ასევე პოტენციალ დამოკიდებულ არხებს შორის განიხილავენ ეგრეთ წოდებულ ჰიპერპოლარიზაციით აქტივირებად, ან კიდევ ციკლური ნუკლეოტიდით აქტივირებად არხებს. როგორც თვითონ სახელწოდებიდან ჩანს, აღნიშნული არხები იხსნებიან მემბრანის ჰიპერპოლარიზებულ მდგომარეობაში და ასევე ციკლური ნუკლეოტიდები, როგორიც არის ციკლური ადენოზინ მონოფოსფატი და ციკლური გუანოზინ მონოფოსფატი, უკავშირდებიან ამ არხებს ინტრაცელულარული უბნიდან და იწვევენ მათ გრძნობელობის შეცვლას პოტენციალის მიმართ. ეს ამ ჯგუფის წარმომადგენელი არხები არიან მონოვალენტური კათიონების გამტარები, როგორებიც არიან თქვათ ნატრიუმი და კალიუმი. ეს ჯგუფი შედგება 4 წევრისგან და ყველა მათგანი ქმნის 6 ტრანსმემბრანულ ალფა სუპერთეულის შემცველ ტეტრამერს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გარდა
ესე იგი პოტენციალით აქტივირებადი არხებისა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, შეიძლება იყოს ლიგანდით აქტივირებადი არხები და მათ მიეკუთვნება სხვადასხვა იონოტროპული არხები, რომლებიც განსხვავებული ტიპის ლიგანდის ზემოქმედებით იხსნებიან. როგორიც არის მაგალითად ნიკოტინური ქოლინერგული რეცეპტორული არხი. ასევე არაენემდია და ენემდია იონოტროპული გლუტამატერგული არხები. გამა-ამინოერბოსმჟავას A ტიპის, ანუ GABA-A ტიპის ქლორის არხი და სხვა. აი ამ ლიგანდით აქტივირებადი არხებისა არსებობენ მეორადი მესინჯერებით აქტივირებადი არხებიც, რომლებიც ინტრაცელულარული მხრიდან იმყოფებიან მეტაბოტროპული რეცეპტორების მიერ წარმოქმნილი მეორადი მესინჯერების ზემოქმედების ქვეშ. და მხოლოდ ამ მეორადი მესინჯერების დაკავშირება უზრუნველყოფს აღნიშნული ტიპის არხების გახსნას და მათში იონების მოძრაობის დაწყებას. თქვი რომ გარდა ესე იგი იმ გზისა, თქვათ თუ როგორ აქტივდებიან არხები და ამაზე დაყრდნობილი კლასიფიკაციისა, კიდევ არხების კლასიფიკაცია შეიძლება დაეღრნოს იმას, თუ რამდენ ფორას წარმოქმნიან ისინი. ჩვეულებრივ იონური არხები ერთფორიანია, მაგრამ აღწერილია ეგრეთ წოდებული ორფორიანი არხებიც. ამ ჯგუფში ჯერჯერობით მხოლოდ 2 წევრია აღწერილი და ისინი კათიონების სელექტურ არხს წარმოადგენენ, როგორც წესი და ითვლება, რომ მემბრანაში აღნიშნული ტიპის არხები უნდა ქმნიდნენ დიმერს და დიმერის შემადგენლობაში მყოფი თითო მონომერი კი თავის მხრივ უნდა შედგებოდეს 6 ტრანსმემბრანული დომენისაგან. ანუ ფაქტიურად თქვენ უკვე შეგიძლიათ დაინახოთ თუ როგორი დიდი მრავალფეროვნება იონური არხებისა მემბრანაში და სწორედ ასეთი დიდი მრავალფეროვნება განსაზღვრავს იმ რთულ ელექტრულ პროცესებს, რომლებიც საფუძვლად უდევს ინფორმაციის გავრცელებას და გადამუშავებას ნერვულ სისტემაში.